კეთუშ, როგორ ხარ? ვა. მარტო ხარ? ხო. კარგი, მაშინ მე წავალ და ხალხი რომ მომოვა. დაელოდები ვინმეს? არა ვშარმელოდები. უბრალოდ ვიფიქრე რომ მეთქი უხერხულად არ იგზოს კეთუშამ თავი ამ ხელა ბარში მარტო ჩემთან. კარგი რა, ნუ მაიმუნობ რა. გამოვყროვდი უკვე მარტო ყოფნით. გეხვეწებ შენ მაინც იყავი. საერთოდ აღარ დადის ბარში ხალხი. ამ კვირაში 3 კათხალუდი ძლებს გავყიდე. შენ უნერულობ კეთუშ, მე მოგხედავ. ეს უბრალოდ ლუც მივხედავ. ხო, რამდენსაც შემიძლია დავლევ კეთუშ, ჰა? მარტო ლუდი მიშველის. გამოიტანე ჩიფსი და მიწის თხილი. დღეს დილით დამირეკა ვატომ ბარის უფროსმა და ბარზე უნდა დავილაპარაკოთო. მე მგონი დაკეტვას აპირებს. რა? რატო? თორნიკე, ვერ გაიგე რომ გეუბნები საერთოდ ვეღარ მუშაობთ, მოგება არ არის თქო? აი რას უშვება ხალხს აი ეს კაპიტალიზმი რა. მოგება არ არის და უნდა დაკეტოს ადამიანმა და უნდა გააუბედუროს ყველა რა. კაცო ბიზნესი მარტო მოგება ხო არ არის რა? აბა კიდე რა? ადამიანობა, კაცობა, ჩახუტება, ჰა? თორნიკე, შენ გერება კაი კაცობაში და სუფრაში. მე ვატო ხო კარგი კაცია რა. მართალი ცოტა ხანია ვის რომ, მაგრამ 5 წუთში გასნობილი ადამიანები ისეთებზე დამიკერია, რომ ვატოს აუცილებლად დავიყოლებ, რომ ეს ბარი არ დაკეტოს. დამიჯე. აი მოვიდა. კეთუშ გამარჯობა. გინდაცვა რა შენ. როგორ ხარ ვატო? კარგად, შენ როგორ ხარ? კიდე აქ ხარ? ხო, ამ ბარში როგორ უნდა იყოს უდათ? ესეც არიელია. არა, რატო? თორნიკე ხო აქაა? ხო, ეს ერთი. მოიწერას. მე თვლი ერთ კაცად ვატო? ამ ხელა პიროვნები. მე ნახევარ თბილისი მიცნობს ვატო? ხო? და მეორე ნახევარს კიდე ჩემი გაზრობა უნდა. კარგი, მაშინ ამ ბარსო დავხურავ, მემორიალურ დაფაზე დავაწერ, აქ დადიო და თორნიკე პაჭკორია მეთქი. წყალი მომიტანე. ვატო. კაი რა. იცი როგორ მიყვარს ვატო აქ მოსვლა. იცი როგორ მიყვარს. აი რაღაც თითქოს საკუთარ სახლში მოვდივარ. აი მომიჩქარიან და გონია ვიღაც მელოდება. ხო. მესვის, მაგრამ ეხა მარტო შენ გამოხوار ვამუშავებ ხელაბარსა რა. აი შეხედავ აი კონიაკი როდეს ზემოთ? ხო. ზუსტად 2 თვე არის ერთი წვეთი არ მოკლებია. სამაგიეროდ დაძველდა და ფასი მოემატა. მესმის, მაგრამ თავის თავს ძლივს ინახავს. ვატო მომისმინე, მან როგორ არის, იცი? ანუ შენ ყველაფერს უყურებ, მაგაში გიხარჯება ძალიან ბევრი თანხა და მაგიტო ვეღარ გადის ბარი მოგებაზე. ანუ შენ რო ეხა აწარმო რამე ხო, საკუთარი პროდუქცია, მაგ შემთხვევაში უკვე ვატო შენ გექნება იმის საშუალება რომ მეტი დაგრჩეს. მაგალითად ჩიფსი და მიწისთხილი რო აწარმო, აი ნახე. აი ჩიფსი როგორ უნდა ვაწარმოო? დათესავ კარტოფილს მოიყვან, მერე დაჭრის ზეთს დაასხავ და ჩიფსია. ზეთი ხო მაინც საყიდელი მექნება. ვატო გადამრევ შენ ბიზნესი ცოტა. ესე იგი შენ რას ეზავ? მოხნავ მიწას, მზეს უმზირას დათესავ, მერე გამოხდი ზეთს, დაასხავ კარტოფილს ვატო და ჩიფსია. აი ეს ზეთის გამოსახდელი ხო მაინც საყიდელი მაქვს. რამდენი დამეჭირდება ამ ჩიფს კაცო? არა და აი ნახე, იჭმევა აი რა. აი რა. მიწისხლს მიაწექი. კარგი რა. კარგი. სოფლის მეურნეობაში ნუ გადავთავ. არა დავხურავ ამ ყველაფერს და დავისვენებ რა. კი მაგრამ ეხლა ბატო. აი ამ ყველაფერს დახურავ, აი უკეთეს რას გახსნი? აბა დაფიქრდი რა. მარკეტს რა.
მოუმზადებელი კითხვა იყო მაპატია. მოკლედ ქეთუში დღეს საღამოს ბუღალტერს გამოუშვებ და აქ უკვე დაიწყეთ საქმის მოგვარება რა. აი. ბატო. არ დაკეტო რა. მაიტა ისე ამუშავე. ისე როგორ? აი ხა ვინმე თუ იყიდა? აი ზამბარს ვინ იყიდი? რამე? ზვირად. კარგი რა ნინი რა. გადასარევი წნევა გამიხეთქე გული გამოვარდი გიჟივით და წნევა რა იცემ ეს წნევა. მე რა ვიჩემე Facebook-ზე წავიკითხე ორსულებს წნევა უვარდებათ ხოლმე და ნიკას ისე შეეშინდა რომ დამარეკინა შენ. კარგით რა ხა. ო რაღაც საშიშ რაღაცებს მიკითხავდა რა ეს გულყრებიო და წნევაო და რა ვიცი რა. კარგით ბავშვებო კაცო ეხლა ეს ორსულობა ავადმყოფობა კი არ არის. ეს არის ძალიან ჯანსაღი და ჯანმრთელი მდგომარეობა ადამიანის. უბრალოდ ცოტა მოფრთხილება გინდათ რა. და რაღაცები იკრძალება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნიკოტინი, ალკოჰოლი და ფასტ-ფუდი. დედამთილი? ეგეშენ ელიაკო საყვარელი. კიდე რა შეიძლება? ნუ კიდე არ შეიძლება ზედმეტი ნერვიულობა და სტრესი, აუცილებელია ჯანსაღი ყვება და სუფთა ჰაერზე სეირნობა. აბა, კიდე რუსო. ნუ კიდე ხა ძალიან ფიზიკური დატვირთვაც არ გინდა. მაინდა-მაინც ეხლა ამ ავეჯის გადაადგილებას და სახლის ლაგებას ნუ დაიწყებ და დანარჩენი ჩვეულებრივად ყველაფერი. ო, ეგ არ გაუჭირდება. მავარჯიშებია მაგაში. რა არის, კარგ ცხენია. შენ ეთყობა არ იცი ორსულები რა პრეტენზიულები ხდებიან ხოლმე. აბა ეხა გულზე ხელი დაიდე. და თქვი მე გავხდი პრეტენზიული? არა. არა. მანამდე იყავი და იმიტა. ნუ მაბრაზებ რა. ნუ კაი ხო ბოდიში. მე მომწონს ჩემი პრეტენზიული ნინი. აი რაც გინდა მთხოვე, გაუჩენას გაგიჩენ. გთხოვო? მიდი. აბა რა გინდა? გითხრა? მითხარი რა გინდა? მითხარი? იცი რა მინდა? იცი რა მინდა ბაცო? აბა? იცი რა მინდა? რა მინდა და? რა მინდა? არ ვიცი რა მინდა? არ ვიცი რა მინდა გინდა? არა ბაცო, აი ვერ ვფიქრობ რა მინდა. რუსო, შენ რა გინდებოდა ხოლმე ორსულობის დროს? ნინი, მე ისე დროს ვიყავი ორსულად, რომ დენი მინდებოდა და ცხელი წყალი. საწყალი გოჩა რა დღეში მყავდა ნინი? ხან საიდან გადმომიჭიმავდა ამ ლევი ხას? ხან საიდან? მე ჩავარდებოდა რძის რკინის ბიდონებით ეზიდებოდა წყალს. უი მე რა დრო იყო? არაფერი მაშინ არ იყო. ხა სხვა დრო არის, ხა ყველაფერი გაქვთ. ხო, მაგრამ აი მაინც ვერ ხვდები რა მინდა. აი რაღაცა მინდა, მაგრამ ვერ ხვდები რა. რა მიხვედრა უნდა ეხლა მაგას? სახის კრემი გინდა და თმის ნიღაბი, всё? ხოდე. კარგად შენ? არა, ჯერ არ გავსუქებულო. ზორო. არა, დედა, ჯერ არა. კი, ისე ვუყვარვარ. კი, არ არის მაბრაზებს. სულ თავს მევლება, დე. ეხლაც. ხოდე. რა? რა თქვი დედა? ვაიმე როგორ გამახარე? რაო. აუ რა მაგარია დედა, ვაიმე. კაი, კოცნი და ვაიმე ჩამოდის, მაცუნა დედა ჩამოდი. არა კაია. აბა ვნახოთ დედების ომი ბებიების მშვიდობაში თუ გადაიზრდება. აი რა ბაცონ რა. შენ ვერ გაიგე მე მგონი როსა რო ამბობ და არ შეიძლება ორსულებისთვის ნერვიულობა. და Facebook-ზე ხო წავიკითხეთ არა. ვაიმე! რა? დამეწყო! გადის. აი ხო დაიჯერით? არა უშავს ნიკა ორსულობა მტვინის არევაც იცის ხოლმე. დავიწყრე, რუსო. სადაღება? ალუდიან ჩიპსი. თუ ტყუილა წამოვაგდეთ ეხლა ხელა კაცი მოგივიდა. არა გოჩა არა. ისეთი მაგარი სიურპრიზი გვაქვს შენთვის. არ მეყვარს სიურპრიზები. მეტუმეტეს შენი და
კეთუშას მოფიქრებული. თქვი ახლა რა ხდება? მოკლედ, ჩემო კოჩა. 10 კაცს თუ მოიყვან, ერთი თვის განმავლობაში კეთუშა უფასოდ დაგალევინებს 5-ს. მართლა? კი. მოიც ერთი ჭოგნარში გადავრეკო. მიდი აბა. ალო, კუკური? როგორ ხარ, კუკური? მეუღლე ხო კარგად ხავს? ოჯახში როგორ ხარ? ბიჭო, არ მოგენატრა თბილისი კაც. ანა მე ჩაკოკეთ ერთი გოდეს მარშრუტკა და წამოდით აქეთ. ბავშვები წამოიყვანე კაცო. სოფლის ბავშვები რო ექსკურსიაზე ბარები ვანახოთ. აი ხო, კაი. აი. ბარები და თოხიაკაც არ გვაკლიაო კაცო და არა აი ჩამოსული. არა უშავს კაცო. დიდი ამბავი. კეთუშა თუ არ დამალევინებს უფასოდ ლუც ახლა დიდი ამბავი. შენ დამალევინებ ან ნიკა. მოიცარა კოჩა. აქ სულ სხვა ამბავი არის. დღეს იყო ვატო. ხო და 30 კლიენტს თუ არ მოიყვანთო დღის განმავლობაშიო საღამომდეო დავკეტავ ამბარსო. პაკეტ. აუ, რა მითხარი. აბა? აუ. აუ, რამე. ისე კეთუში ამ სკამს არ მაჩუქებს. ეს საფიზოდ გამოვიყენებ რა. კარგი რა გოჩა რა სკამი შეხედე გოგო რა დღეში არის. მე ვიცი ამ გოგოს მე ვერაფერს ვარყოფდა. დამიჯერე რომ ძალიან ცუდ ხასიათზე არის და გეხვეწები რა გოჩა რა. მოიფიქრე რამე რა შენ ხო ისეთი ტვინი გაქვს. როგორი და რაღაცა აფერი. ეშმაკური რა. ეშმაკური ტვინი. ბიზნესმენს რომ უნდა ქონდეს გოჩა ბიზნესმენს ნამდვილს. კეთუში არ შეიძლება ესე რაღაცა აქცია უნდა მოიფიქრო. ფასები უნდა დააკლო რაღაცეებს. რას? რას და ლუთ ჩიპსებს და მექსიკურ კარტოფილს. კარგი რა გოჩა, მაგაზე იმდენი იწუწუნე რომ თვითღირებულებამდე დავიყვანე და მეტი რაღა დავაკლო. მაშინ წვაც დააკელი. არის ისა კონიაკს კარგი კონიაკი რო გაქვთ. მოიცა. მაგარი მოიფიქრე. რო გითხარ, ჩემი მეზობელი გარდაიცვალა 94 წლის მარინა ბებო. მაგის პანაშვიდებზე დადის ძალიან ბევრი ხალხი. მაგის ენებს რომ დაველაპარაკოთ და ქელეხი აქ გავაკეთოთ, რა უნდა კითხო იცი? აი რო ამბობენ რომ ბავშვს მუსორში ყოფნის დროს ყველაფერი ესმის, მართალია ხო? ხო, აბა ბაცუნა არ ესმის. ხო არა გვანცა უნდა მოვიდესო და რა ვიცი გვანცას მოსმენა ბავშვისთვის უსაფრთხო იქნება? აი ბაცუნა ეს ლაპარაკო. რო არ გაუღოთ ჰა? მიდი გაუღე ბაცო. გამარჯობა ხალხო. როგორ ახარ? კარგად. ნინი, ადექი დავენახე აბა. ნინი, დარწმუნებული ხარ ორსულად ხარ? კი, რა არის რა? და მუცელი? რა მუცელი, რა დროს მუცელია ჯერ გვანცა. რა უდროესია? მოთ. ისე ბაცუნა მართლა, მუცელი რო გამეზრდება, მე საქორწილო კაბაში დამეტყობა და თუ ვიხდით ამ ქორწილს გადავიხადოთ რა მალე. კარგი ნინი, რა შენ წაკეთე მე პრესები რა პრობლემაა 50 მისვლა. რა პრესები გვანცა რა 50. ეს 4 მისვლა რატო დამიკარგე? ობაცუნა მართლა მალე ვქნათ რა. ვაიმე ხო მართლა რა მალე გადაიხადეთ ეს ქორწილი თორე წავალ მე სასწავლებლად საზღვარგარეთ და დარჩებით პირში ჩავა გამოვლებულები. შენ საზღვარგარეთ წასვლა სულ დამავიწყდა რა კენ გააგზავნე აპლიკაცია. კი მოკლედ გავაგზავნე და უკვე 4 ენაზე ვისწავლე როგორ არის არა. გოჩა ყველგან უარი გითხრეს? ხო. არ მჯერა. არ გჯერა რა გატყუე? არ ვიცი რა კიდე მე მეტყვიან მე სულედი ხარ. ისე ცალ-ცალკე რო აგზავნიან ამ უარებს. გამოებზავნათ ერთად რომ არც ერთმა არ მიგიღეთო და ფურცელსაც დაზოგავდნენ.
ბაცუნა, ბარემზი ხარ და გეხვეწებ წყალი მომიტანე. მე როგორ ეგრევე წამოხტა? ხო, აი, ნათქვამი არ მაქვს რაღაცა, უკვე შესრულებული აქვს. უი, რატო ნინი? ბატონები გიბრძანდებიან? ბატონები, გვანცა ორსულად ვარ და ორსულებს ყველაფერს უსრულებენ, არიცი? აი, მე არ ვიცოდი. რა მაგარია. ვაიმე ნინი, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში რო დარეკო და უთხრა რომ ორსულად ვარ და ჩემი მეგობარი გვანცა მიიღეთო. არ მოусმინო, მამიკო, რაღაცეებს ხუმრობს, გვანცა დეიდ, რაღაცეებს ხუმრობს. Ja pa 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 ra ra pa ra pa ja pa 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 ხუთი შვიდი ერთი ტურნიკე ბაჭკორი როდეგენერატი პირველივე დღეს თავის ტელეფონის ნომერი რო შემომაპარა ვითომ შემთხვევით ჩეკთან ერთად გოჩა როგორ შეგრჩა 3 ლუდის და მიწის თხილის ფული გადასახდელი კეთუშ გამარჯობა გამარჯობა კეთუშ თორნიკე ხო არ გინახავს დაგვირეკა რომ ჩამოდიცა და კი იყო და წავიდა და შენ რა მოწყენილი ხარ ანუ ნინი მიგულისხმა რომ ჩვეულებრივზე უფრო მეტად რატო ჩამოხტირის სახეო არა უშავს ნინი არ მწყინს უფრო სწორად ის უფრო მწყინს ხვალიდან რომ ვეღარ დამცინებს ხვალიდან ხასიათი ცვი თუ რა რა მისამართს კეთუშ რეებს ამბობ კაცო რა რატო ბარის მეპატრონე ვატომ გადაწყვიტა რომ ბარი აღარ მუშაობს და დაკეტა რაო? მოდი ერთი წესიერად მომიყევი, მოდი. რას ქვია და ჯერ ესეთი შენგან უნდა ვიგებდე მე ამ ამბავს. Facebook-ი არ გაგოგო? რას ქვია ესე მოვიდა დაკეტა ესე უცერემონიად ყველაფერი და იმიტომ რომ ხალხი არ შემოდის, მაგის გამო შეიძლება ბარის დაკეტვა? და შენ რა გეშველება კეთუშ ახლა? აქვს ამის შემოთავაზება? არაფერი და არც ის ვიცი სად უნდა წავიდე რა სამსახური ვეძებო. რა ვიცი ხო, City Park-ი უპრობლემოდ მიგიღებს. ან ბანკის პრობლემურები. ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. საჯად. ანიმატორად რო დაიწყო მუშაობა. რომელიმე გმირის ფორმა ჩაიწვა და სახე საერთოდ არ გამოჩნდება. რა არის ნიკა? ვერ ხედავ გოგო რა დღეშია, ხუმრობის დროა. უი, ზაური ბიძია. გამარჯობა. გამარჯობა ზაურზია. გამარჯობა. გამარჯობა. რა არის? ცარიელ მაგიდასთან რომ დამსწრხართ, ჰა? ნუდი მაინც მოგვიტანე გენაცვალე. იცით, სამწუხაროდ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ, ბარი დახურულია. მერე გახსენით. არა, თქვენ ვერ გამიგეთ. ბარი მთლიანად დახურულია. მთლიანად გახსენით. იცით, ბარი მეპატრონემ საერთოდ დახურა, დაკეტა. დაკეტა, ზაური ბიძია, დაკეტა. გასაგებია. რა პრობლემაა გავიგე გენაცვალე. ძველმა მეპატრონემ დახურა, ახალი გახსნის. აი, ზაური ბიძია. არა, ზაურზია, იცით, დღეს დაიხურა და არც ახალი მეპატრონე ყავს და საერთოდ აქ ბარი იქნება თუ არა, ეგეც არ ვიცი. მოვედი. კი, მართალია, კარგი ფართია. ხო. თანაც ცენტრალურ ადგილას. ოფისად ხომ არ გადავაკეთო? არა, მამა, კარგი რა, რა ოფისი, ბარია, მაგარი ბარი არის. ოფისი თუ კიდე აი იმ კუთხეში გააკეთე, ჰა? მაგარი იქნება. რა მოკლედ აგიხსნით ახლა. ვატომ გაყიდა და მამა ჩემმა იყიდა. ეს ბარი არ დაიკეტება. ყველა სასმლით გიმასპინძლდები? ერთი წუთით არავის არაფრით უმასპინძლდები. დღეს მე გეპატიშე. ამაუში. აბა მოვიდა. აღარ მინდა რა ბაცუნა, აღარ მინდა რა ეს ტაფი. კაი, გეხვეწებ, 6 გადარჩა და მორჩი. მიდი. კაი გოგოთან. დალმა კარგად აღე. ხალხო ძალიან უცნაური რაღაცა მოხდა. პრაღის უნივერსიტეტიდან მომივიდა მეილი, რომ ჩაირიცხეთო და არა და საერთოდ არ გამიგზავნია ამათთან აპლიკაცია. შეიძლება უნივერსიტეტები ატყობინებენ ერთმანეთს შენ შესახებ.
და ჩემთვის თავისუფალ ადგილს ეძებენ? აბა? არ უნდა ევროპაში შენი ხელიდან გაშვება. გონცო ძალიან მაგარია, მე გილოცა. გვანცას კი არა, ჩეხ ხალხს უნდა მიულოცოთ ესეთი შენაძენი. ხო, მაგარია, მაგრამ დედას გეფიცებით მართლა არაფერი არ გამიგზავნია ამათთან და როგორ მიპოვეს ვერ ხვდები. აი, ინტერპოლით ხო არ მიპოვეს? ნიკა, გეხვეწები, ნახე რა, ვერ ხვდები, ჩავირიცხე თუ არა. ნახე? ჩაირიცხებოდი, აბა რა იქნებოდა? ჯერ როგორი აპლიკაცია შეგივსია? მე როგორი სამოტივაციო წერილი გაგიგზავნია? ხალხო, დედას გეფიცებით არაფერი არ გამიგზავნია საერთოდ. არაფერია ეს? უნივერსიტეტი რა? უნივერსიტეტის ჩემპიონი ვარ სუდოკუშია. სუდოკუშიო? ო. აუ, ჩემი ძმისშვილის იმ საძაგელი სოლომონის გაგზავნილი იქნება, იმიტომ რომ სუდოკუს თამაშობს. მე საძაგელი კი არა, ოქრო ყოფილა ეგ შენი სოლომონი. ნახე რა აპლიკაცია გააგზავნა რომ მიგიღეს უნივერსიტეტში. აბა? თან პრაღის. ხო და მადლობად სოლომონს მიაწერინე. ეგრევე რო არ გამოგრიცხო. კარგი ცოლის გულშემატკივრებს სულ ცოტა ხანში ახალი ეპიზოდი გელოდებათ. მანამ